Voici le résultat du scrutin. Votant 125, exprimé 108, majorité 55 pour 108 contre 0. L'Assemblée nationale a adopté. საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რეზოლუცია საფრანგეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო. დეპუტატები მთავრობას ივანიშვილის დასანქცირებას თხოვენ. პრეზიდენტ მაკრონის პარტიის მიერ წარდგენილმა დოკუმენტმა 68 ფრანგი დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა. წინააღმდეგი მხოლოდ 28 იყო. დოკუმენტში, რომელიც ღიად საუბრობს პუტინის რეჟიმის გავლენებზე, ბიძინა ივანიშვილი რამდენჯერმე არის ნახსენები. დეპუტატები რენესანსის პარტიიდან საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებენ ქვეყნის ავტორიტარული გადახვევისთვის სანქციები საფრანგეთის მოქალაქე ივანიშვილს და მის გარემოცვას დაუწესონ. La proposition de résolution européenne qui a été successivement Am rezolúciით საფრანგეთის სენატი აცხადებს პირველი ყველაზე მკაცრად გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, მეორე მოითხოვს ამ რუსული ინსპირაციის მქონე კანონის სრულ და უპირობო გაწვევას, მესამე გამოხატავს ნებას, რომ საფრანგეთმა და ევროკავშირმა მიიღონ კონკრეტული ზომები, მათ შორის მიზანმიმართული სანქციები თუ ავტორიტარული გადახრა გაგრძელდება. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ საქართველო იქცეს რუხ ზონად. ქართველი ხალხის სიმამაცე იმსახურებს ჩვენს სრულ მხარდაჭერას. ჩვენი ასამბლეის ღირსების საკითხია, რომ დღეს ხმა მივცეთ ამ ტექსტს თავისუფლებისთვის. რეზოლუციის ერთ-ერთი ავტორი მაკრონის გუნდის წევრი კონსტანს ლეგრიპია. რეზოლუციის დოკუმენტი ღიად გმობს რუსულ გავლენებს და მოუწოდებს ემანუელ მაკრონის მთავრობას საჯეროდ დაგმოს უცხოური ჩარევა. განსაკუთრებით რუსული რეჟიმის გავლენა ქართულ პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ოლიგარქ ივანიშვილზე. ოცნების დამფუძნებელი დოკუმენტში ოლიგარქად არის მოხსენიებული. ეს ჩანაწერი კი ნიშნავს იმას, რომ საფრანგეთის პარლამენტი ოცნების რუსულ გავლენებს აღიარებს. ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რაზეც დგას ევროკავშირი. ეს არის კანონი, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, თავისუფალი მედიის შეზღუდვას და კრიტიკული აზრის ჩახშობას. ჩვენ კარგად ვიცით, საიდან მოდის ეს შთაგონება. ეს არის ავტორიტარული მოდელი, რომელიც ევროპულ დემოკრატიასთან შეუთავსებელია. საქართველოს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, მათ შორის კანდიდატის სტატუსი არ არის გარანტირებული მოცემულობა. ის ეფუძნება რეფორმებსა და დემოკრატიულ პრინციპებს. საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ეს რეზოლუცია განსაკუთრებით მძიმეა ბიძინა ივანიშვილისთვის. ივანიშვილი დიდი ოდენობით ქონებას ფლობს პარიზში. ეს მამულები ვერსალის უბანში პრინცესების ქუჩაზე 10 ჰექტარს ითვლის. ივანიშვილს აქვს აპარტამენტები პარიზის შუაგულში. ამ ქონების მფლობელები ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე არიან. მათი ქონება ფრანგული კომპანიის სახელზეა რეგისტრირებული. პარიზში ქონებას ფლობენ კახაკალაძე და მისი მეუღლე. მინა რუსეთის საელჩოს წინ საფრანგეთის დედაქალაქში მათ 2 წლის წინ იყიდეს. პარიზში აქტივები აქვს ოცნების დეპუტატებს ანტონ უბოლაშვილს და სხვებს. ამიტომ საფრანგეთის ეროვნული სანქციები ოცნების ლიდერებზე პირდაპირ იმოქმედებს. ივანიშვილის გარემოცვას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი საფრთხე დგას სანქციების სახით, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ მათ ამ ქვეყნის წინაშე, ისე როგორც ჩვენი ევროპული და ეროვნული ლიდერების წინაშე აქვს ძალიან დიდი ცოდვები ჩადენილი და ისინი ამისთვის გადაიხდნენ ადეკვატურ საზღაურს. ისინი იქნებიან კიდევ უფრო მეტად იზოლირებული ცივილიზებული თანამეგობრების მხრიდან. პოლიტიკური პატიმრების, რეპრესიული კანონების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და ავტორიტარული გადახვევისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა მხოლოდ სავიზო შეზღუდვებს არ გულისხმობს. ეს ეხება ევროკავშირის ტერიტორიაზე აქტივების გაყინვასაც. საფრანგეთი ევროკავშირის ლიდერი და ვაიმარის სამკუთხედის ქვეყანაა, რაც ნიშნავს იმას, რომ საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილება სანქციებზე სავარაუდოდ გერმანიისა და პოლონეთის მთავრობების გადაწყვეტილებებზეც აისახება. რეზოლუციაში ჩანაწერი სანქციებთან დაკავშირებით, მათ შორის ივანიშვილთან დაკავშირებით, არის უკვე შემდეგი ეტაპი, რომელსაც ის ამოქმედებს, ან ეცდება ლობირება გაუკეთოს ქართული ოცნების ლიდერების სანქციებს, მათ შორის ივანიშვილის. კიდევ უფრო ვიწროვდება ქართული ოცნებისთვის ის ხულფი, რომელიც მას ბოლო 2 წლის მანძილზე ძალიან მჭიდროდ ეხება. უმწოვესი რეზოლუციის დამტკიცების პროცესში დარბაზში იყო სალომე ზურაბიშვილი. მოგესალმებით საფრანგეთიდან, პარიზიდან, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეიდან, სადაც იგეგმება ამ საჰამოს საქართველოს საკითხზე ახალი რეზოლუციის
მიღება კენჭის ყრა გაიმართება ამ საღამოს. სოციალური ქსელის მომხმარებლებს ზურაბიშვილმა პარლამენტის დარბაზიდან აცნობა, რომ რეზოლუცია მტკიცდებოდა. მეხუთე პრეზიდენტის დასწრებას ოცნების ლიდერების მწვავე რეაქცია მოჰყვა. რეზოლუციის დოკუმენტს თითქმის ფარეტინა ფურცელი ზურაბიშვილს კი პრაქტიკულად მოღალატე უწოდეს. 10 რეზოლუცია ვნახეთ კიდევ უფრო მაღალი დონის ტრიბუნიდან და ტრიბუნასთან შექმნილი და ეს რეზოლუციები როგორ გაუფასურდა თქვენ თავად უცხოთ, ხო? აქედან გამომდინარე რეზოლუციას მაშინ აქვს ფასი, როდესაც არის რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. იმდენად არასერიოზული და იმდენად არასამართლიანი არგუმენტები დგას ხოლმე საფუძვლად და რეზოლუციებს უკან თავადვე აუფასურებს ის არგუმენტაცია და ზუსტად იყო თავის სამშობლოში და იყო იმ ადგილას, სადაც საქართველოს და ქართული ხალხის მიმართ მტრული რეზოლუცია იქნა მიღებული. ასე რომ აბსოლუტურად ორგანული იყო ის სურათი, რაც ჩვენ ვიხილეთ ქალბატონი სალომე თავის სამშობლოში საქართველოს წინააღმდეგ მტრული ნაბიჯების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი. რეზოლუციის დამტკიცებას წინ უსწრებდა დებატები. ეროვნულ ასამბლეაში ივანიშვილის მთავრობას შეახსენეს, რომ ვიზა ლიბერალიზაცია და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გარანტირებული უფლება არ არის. შესაძლოა ეს მონაპოვარი ქვეყანამ დაკარგოს თუ ევროკავშირის რეკომენდაციები არ შესრულდება. ფრანგი დეპუტატები მაკრონის მთავრობას მოუწოდებენ არსებული სტატუს quo შენარჩუნდეს. არ განახლდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ვიდრე პოლიტიკური წინაპირობები არ შესრულდება. საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის მითითებებით შთაგონებულმა გადაწყვეტა წარმოადგინოს კანონპროექტი უცხოური გავლენის შესახებ. ეს კანონი პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და საბოლოო ჯამში დემოკრატიას. ჩვენ მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას პატივისცეს საკუთარი მოქალაქეების ნებას, უარი თქვას ამ კანონპროექტზე და დაუბრუნდეს რეფორმების გზას. ჩვენ არ შეგვიძლია თვალი დავხუჭოთ ამ ავტორიტარულ გადახრაზე. მოუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას გაიწვიოთ ეს კანონი, შეწყვეტეთ ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და დაუბრუნდით რეფორმების იმ გზას, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში მიიყვანს. 68 დეპუტატმა საფრანგეთის ასამბლეაში ღიად დაგმო მთავრობის ავტორიტარული სულა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის, მათ შორის სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენება.